სალამი ხალხო, მე ელო ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. ვიდეოში თქვენ ნახავთ უბრალოდ YouTuber-ების და ცნობილი ადამიანების ბნელ წარსულს, მათ ბავშვობას, სამარცხვინო ფოტოებს, სახალისო ფოტოებს და მოკლედ მთელი ამბავი. მადლობა ვიდეოს იდეისთვის კაცნახევრის პოდკასტს ვახოსთა ბენის. ეს ელო ტოფაძე რა წეგან საუბრობდით? აი სხვა მოგვიყარა ყველა ფოტოები რა, ოდნოები გადაქეკა აშკარად. ეს წამებას აქვს ადგილი, არც ერთი ფოტო არ მინახავს ოდნოკლასნიკებში რა, თუ შეიძლება. ხო და ვახომაც თქვა და ეს მაგაზე ვიდეო რო გაკეთდეს არა, ანუ ხო, მივმართოთ ელო ტოფაძეს. იმედია რომ პოდკასტი გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ძალიან ხალისობდი მაგ პოდკასტის ყურებით და ფეისბუქით განსაკუთრებით, ხო და ეხლა ვეცდები რომ ეს ყველაფერი ერთად მეცადაც გავიხსენო რა როგორ იყო, თან შევაფასო, თან გავეცნო, თან თქვენც მოგაწოდოთ და მოკლედ. არ ვიცი რა ფორმატით იქნება როგორ იქნება, მაგრამ მოდი ვენდოთ პროცესს. ხო, მოკლედ, ყველაფერი დაიწყო გიორგი კალატოზის ამ საოცარი ფოტოთი, რასაც ამოვანათები. შემდგომ დავსწავლე, შემდგომ ლუკა კალატოზი, ტატო ბაციკაძე, ოქტომბრის სხვა წევრები, გადავიდი ბოლოთაზე, გადავიდი სხვა იუთუბერებზე და მოვიარე ჩემთვის ანუ საინტერესო თითქმის ყველა ადამიანი. სხვათა შორის სენსაციური ინფორმაცია ხალხო. კალას დასწავლის შემდგომ რო კნოს მივადექი, აღმოვაჩინე რომ ის ჭორი რაც ძალიან ისე არის გავრცელებული თელს ქართულ YouTube-ზე რომ ლუკა რეალურად არ არის ქართველი და მუმბაიში დაბადებული გაზრდილია, რეალობა აღმოჩნდა და ვიპოვე ლუკას ინდური ბოლოდ არის ფოტო, რამაც ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. პოსტი ჯერ ხოლმე ძალიან ვიხალისე ამ ფოტოზე, მე თქვენ რო იხალისეთ მაგაზე კიდევ ორ მაგად ვიხალისე. ძალიან დიდი მადლობა ამ გამოხმაურებისთვის. თავად ლუკამ სხვათა შორის გამომიწვია რომ აბა ჩემს ინდური ცეკვის ვიდეოს თუ ვიპოვიო. 15 წუთში ვიპოვე ლუკას ინდური ცეკვის ასახელი ვიდეო, რომელსაც ეხლა ექსკლუზიურად თქვენ გაჩვენებთ. ძალიან საინტერესო ვიდეოა მართლა და ჯგუფშიდაც გქონდათ იდეაში შანსი რომ გენახათ, მაგრამ ნუ არ დაარეაქცეთ და ეხლა ჩავრთავ და მე ვერ ვიცანი მანდ ლუკა რომელია, კი დიდი სამით ვიძახოდი რომ ინდური ცეკვის ვიდეოა თქვა რა. თქვენ თუ იცნობთ, დასკრინეთ თუ შეიძლება ან დამიკომენტარეთ რომ კი ლუკა არის, იმიტომ რომ ლუკას კლასის ბოლოს არის ვიდეოა, სადაც ინდურს ცეკვავენ. უბრალოდ იდენტიფიცირება ვერ ხდება, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ხარისხშია ვიდეო, მაგრამ ნუ ვიდეო ვიპოვე. და კიდევ ერთხელ დასტურდება ამით ის რომ მე უძლიერესი სტალკერი ვარ ხალხო. კიდევ ერთხელ ამაყობ ჩემი თავით. ციებაყით. კარგი. თქვენ ხო არ გეგონათ რომ მე ამით გავჩერდებოდი? შემდგომ რა თქმა უნდა, გუნდიშას დავსალკეთ და გუნდიშას გიტარის უნარებით აღმოვაჩინეთ, თუმცა გუნდიში სავარაუდოდ არ უკრავს გიტარაზე. განსაკუთრებით ისეთი სახალისო იყო მახარას ფოტოები, იმიტომ რომ ძველი მახარა რო ანუ დავსალკე, ვერ ვიცანი ჯერ ეს როგორც შეიცვალა მახარა ნამდვილად აი დინოზავრების პერიოდში იყო და დინოზავრებიდან YouTube-ის წყალობით ცივილიზაციაში გადამოვიდა ადამიანი აშკარა ეგრე მგონია. და აქ ეყოლედოთ ფოტო რაღაცა სამსახურის სააგენტოსთან აჩიკოს და მახარას და აი რავი, ძალიან ისეთი ბავშვურები არიან ამ ფოტოში რა. ზოგადად რაღაც ძალიან სასაცილოს რომ ჩავცვლო ძალიან კაი ან ვიპოვი, არ მიყვარს ჩემი თავისთვის დატოვება, მინდა რომ სხვასაც გავუზიარო, სხვასაც ვაჩვენო ხო და რომ თუ თქვენც იხალისეთ ან ერთ ჩემს პოსტზე გაგიცინიათ, ეხა აუცილებლად დალაიქით ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. და ნუ თუ ამბობს არ ეზამთ გამომიწერეთ მაინც, იმიტომ რომ 1500-ზე როგორღაც ავიდე ხალხო რა, რავი. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე ჟანგმობას. კაი, მოკლედ დაგიხა არაერთი მახარა საინტერესო ფოტოები, ერთ-ერთი იყო თავზე რომ თოვლი დაეცათ და არა და მანქანაში ძიან და ვერ გავიგე აქ რა მოხდა მართლა, იმიტომ რომ აი მანქანაში რანაირად შეაღწია თოვლო უკაცრავად და მაგაზე მახარამ გუპასუხა რომ აქ აჩიკო მითხრა ნახე ლუწი განახოო. ანუ ლუწი განახო, ცოტა ვერა გვქვია, რომ რა ხუმრობა, როგორა ხალხს აშკარად მოეწონა, იმიტომ რომ ბევრი რეაქცია აქვს, მაგრამ თქვენ თუ მიხვდეთ ამ ხუმრობის შინაარს, თუ შეიძლება ეგეც დამიკომენტარეთ. და ყველაზე საინტერესო და ყველაზე კარგი ფოტო, რაც მგონია, რომ მეც ძალიან ვიხალისე ამ ფოტოზე იყო. წილში გადაღებული შარვალ კოსტუმა იერი რო აქ რა და აქ მართლა ძალიან თქვენც მიკომენტარებდით და მეც ძალიან ვამსგავსებ შუა ქალაქის დათოს გავს ძალიან. რა არის ახლა ამ ფოტოზე თქვენი აზრით მახარას კომენტარი? 15 წლის ვარ აქ მგონი და ხალხი მაგ დროს იუმორნაზე გამოდიოდა. ჯერ ესეთი დასრული 15 წლის ბავშვი მე არ მინახავს, რავი თქვენ თუ გინახავთ ხალხო საღოლ და მე მეორე კიდე იუმორნაზე როგორ გამოდიოდა, შენ თუ 15 წელს იყავი, კალაც მაგასაკის იქნებოდა. ნუ რავი, რაღაცა აცდენილი ხუმრობაა მოკლედ. მე უკვე სარკევებით ხარ ვინაა ყველაზე მაგარი იუთუბერი და სარკე ამბობს რომ კალა, იმიტომ რომ ნუ ეს სარკეში გადაღებული ფოტოც არ ვიცი, NGO-შნიკის ვიძზე არის ჩვენი მახარა ჩვეულებრივად. აუ ესე ძალიან კაი იყო, ვიღაც გოგომ დააკომენტარა, ტალახში რომ ჩარვალ კოსტუმით ტიპი მოდის ეგ მიმი და სვეტში აკვდება სიტუაციას. ხუთი კითხვა ავტომოყვარულს. აქ რა უნდა მახარა? გამარჯობა პირველ რიგში მახარაშვილი გიორგი გორიტანა.
მაგის მანქანა BMW. წელი 2001 წლიანი არის ესა. ცხენები 120 ცხენის ძალა აქვს. ატო შევიძინე, რა ვიცი, სისტრაფე მიყვარს გაზაობა და მაკბოჩი ვიყიდე. ხო, აშკარად ბნელი წარსული აქვს მახარას ხალხო, რავი და პაროდიებით არ არის მისი ძლიერი. მივხვდი ეხლა, ანუ მახარა რეალურად დაბოღმილია კალაზე, იმიტომ რომ კალას ხო პაროდიის ძალიან კარგი უნარი აქვს და უკვე რამდენი ხანია ბურთი ვერ გამოგლიჯა ფაქტობრივად სევილია. ნახოთ, როგორ წარიმართება მატჩის პერიპეტიები. მადრიდის გასაკ ყველაზე მეტი გოლი ხარეს ხო არ გამოსდის და მაგით უარი ხოლმე რომ სულ ცდილობს რომ იდეაში დასცინოს და რაღაცეები, მაგრამ ნუ ფაქტი რომ არ გამოსდის, ხო? Oh my god. რაღაც ისე დაემთხვა რომ ოქტოპუსის პოსტებს ნახულობ ჯერ. მაგრამ ნუ რეალურად გადავინაცვლებ იქითაც. ხო, სხვადასხვა ბოლოთა არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ფოტო ედო და მაგ ფოტოებიდან უკვე ამორჩევა მიწევდა. ბოლოთას მეგობრებს ედოთ ეგ ფოტოები. და ერთ-ერთი ყველაზე ახალისო ფოტო რაც დავდე და ყველას მოგეწონათ, იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რო იყო უკვე სკოლის პერიოდიდანვე, ეგ ფოტო რა ადამიანს. ცხრა რომ ეს არის ჩემი უბანი, აქ დაიბადა ბაბუა ჩემიც, მამა ჩემიც, მეც, აქ ცხოვრობთ, ვიცი რეალურად ნაძალდების პრობლემები და არა მხოლოდ ნაძალდების, ასევე ნაძალადეველების. პირველ რიგში რაც აი ეთყობა რომ რაღაცა ძალიან ბევრი რამე აქვს გამოვლილი. ლუკამ დააკომენტარა. აუ რა საყვარელი ყოფილა ბოლოთა 7 წლის რო იყოვო, რაც მართლა სასაცილო კომენტარი იყო. როცა გააცინდა მოიგე 13 ლარი მოიგე. სხვათა შორის ბოლოთას მართლა ბევრჯერ აქ მე მგონი მოგებული გააცნა მოიგე შუთან ამბობს ხომ მე არ მახსოვს ახლა რამდენჯერ აქვს მოგებული. მაგრამ მაგასაც სჭირდება რაღაც უნარი და ასევე ერთ-ერთი ტოპ კომენტარი იყო მან ერთ-ერთი პოლიტიკოსია რომელიც პირდაპირ გასუქებული მოდიოდა მთავრობაშიო და მგონი სადღაც თქვა თვითონაც რომ კარდა რომ დავდიოდი ხალხს ვეუბნებოდი რომ მე რაღა უნდა ვჭამო ისედაც მსუქანი ვარო თუ რაღაცა ეგეთი და ნუ მოკლედ აიკონიკ ადამიანია თვითონ ბოლოთა თავისი ისტორიით და და ხალხო მე ძალიან გამიხარდა რომ 1-2 მიმიც გაკეთდა ჩემთან დაკავშირებით მაგალითად ჩემმა გამოწერმა ნუკრიმ დააკეთა ესეთი მიმი იუთუბერები ელოდებიან თუ როდის დადებს ელო მათი ბავშვობის ფოტო ვიდეოს ჯგუფშიო და მაფიის ჯგუფში იყო რაღაცა მსგავსი მიმი თუ რაღაც და ეგ ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ პერიოდში ტრენდივით შევქმნი რომ ამ ადამიანების ფოტოებს ვქექავდი და მთელი ამბები ვიღაცები თუ გამორჩა და ვინც გაინტერესებს, თუ გინდათ დავიკომენტარეთ და მაგაზეც მე დავსტალკავ ამ ხალხს და არა პოსტებს განვიხილავ, არამედ პირდაპირ ფოტოებს მოგაწვით რა, ან ციცხალე იქნება, არასდროს იქნება დადებული და პირველი თქვენ იქნებით ვინც მაგ ფოტოებს იხილავს. თუ ეგ იდეა მოგეწონათ, აუცილებლად დაკომენტარეთ და ვეცდები რომ მეორე ნაწილი გადავიღო. მე ბოლოთა რომ ამოვწუროთ, მაგრამ ნუ ექსკურსიის ფოტოები ძალიან ბევრი იყო და ერთ-ერთი დავდე რომ სადაც თამადაა და მთელი ამბები სხვათა შორის ლევან კვარაცხელია იგივე მავანი თურმე ყოფილა ზვიოს ტყუპის ცალი და მართლა ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ ეხლა თმა რო აღარ აქვს თავზე იმდენად აღარ გვანან და ნუ ძალიან კარგი გარეკეთა ჩემი აზრით ლევანმა როგორღაც გაემიჯდა ამ ადამიანს. მაგრამ უფრო ზვიოს ულოცავ, რომ იყოს. მოკლედ. და ჩემ დათოს მე ნუ მასწავლით რა. ჩემი დათო არის ჩემი დათო და არა თქვენი რა. ბოლოს ასევე საინტერესო იყო მავანის ფოტოები, იმიტომ რომ მართლა აღმოჩნდა, რომ მავანი პირველი ადამიანია, რომელიც ქართველ ერს მიაქანებს სიბნელისკენ და კაცი რო კაცს აღარ ეგუანება და ქალი რო ქალს აღარ ეგუანება და ნუ ეს ფოტოები მიყოლა და რავი ახლა. იმედი მაქვს, რომ რაღაცას მოიფიქრებენ და ამ ადამიანს რაღაცას მოუხერხებენ. მაფიოზების დავსწალკე რომ რამე იყოს და როგორც აღმოჩნდა მაფიის ძირითადი სტაფი შედგენილი არის ყოფილი ჩოხოსნებისგან და მაფიის სასტავიდან ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩნდა იყო ჯითუს ახალგაზრდობის ფოტო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ახალგაზრდა აი ფოტოში, აი რაღაცა სხვა ტიპია ვაფშე ხო და ეხლანდელი ჯითუ იმენა მაფიოზე და მაშინდელი ჯითუ არ იყო თალ მაფიოზურ იერზე და გაჩვენებთ მოიცა ხო, ვიპოვე ქოროს, კოპალას, ბასტოს ჩოხოსანი ფოტოები. ტოპ იყო მართლა ჯითუს ჩოხოსანი ფოტო. და კომენტარები რა წამოვიდა აუ, სადამდე ჩასვა. ხო, მე თუ ადამიანის გამოდებას ვიწყებ, ყველა ვიცოდეთ, რომ თქვენ დაბადების თარიღამდეც ჩავალ და ნოდარმა დააკომენტარა თავისი პატარაობის ფოტო, ძალიან საყვარელია ამ ფოტოში. ელოს ვიღაც უჩივლებს ბოლოს
თმიანი საბა საპანძეც გააძეთო. სხვა შორის საბა არ დამისტაკოს, მაგრამ ვიღაც სვამ და ჩააგდო საბას ფოტო და ხო, ვაფშე სხვა ტიპია საბა თვით, აქვე რა ვთქვათ. უკვე კოპალას პატარაობის ფოტო და აქაც ძალიან საყვარელია კოპალა. ასევე სენსაციური ინფორმაცია არის, რომ მე ამ ჩემი გამოდიების განმავლობაში აღმოვაჩინე Social Around the World is პირველი ფოტო, აი მოგზაურობის სამსახველი პირველი ფოტო, რაც ასევე ძალიან კარგი იყო და ხალხი შოკში იყო, რომ ნუ რანაირად პოულობ ამ ფოტოებსო. მოდი მაფიდან გავიდეთ ერთი წამი. ასევე ვიპოვეთ Hungry Man-ების ფოტოებიც ხალხო. როგორც აღმოჩნდა, ძმებს ჭყონიებს საკმაოდ სკანდალური წარსული აქვთ. გუგა ჭყონია თქვენც გეცოდინებათ, რომ ნიჭიერში გამოდიოდა და ბიტბოქსერი იყო. ვაკეთებ beatbox. ასევე პარლამენტშიც რაღაც საქმიანობას აწარმოებდა და ნუ ძალიან ისეთი კარგი და საინტერესო ფოტოები ვიპოვე. კაკო თვით და ახალგაზრდა კაკოც ასევე ძალიან საინტერესო იყო საერთო ჯამში. აქ მოდი მეც არაფერს არ გაჩვენებთ, უცებ გაჩვენებთ კეთილების ფოტოებს და კაცებისაცაც და დავასრულებ, იმიტომ რომ მეგონა ძალიან თავი მაგაბეზრეთ, ხო? კეთილების ჯგუფი. ანუ კეთილების ჯგუფიც სხვათა შორის მე აქვე მინდა ვთქვა, რომ Facebook ჯგუფებში ხო რაღაცა დონეზე მომიწია ბოდიალი და რაღაცების პოსტვა და ყველაზე მეტად მომეწონა აქტიურობის მხრივ, ნუ ოქტომბერში რომ საუკეთესო ჯგუფი და საუკეთესო community გყავს და ავართ, ნუ საუკეთესო community ვართ ოქტომბერში ეგ ფაქტია, მაგრამ შედარებით კარგი არის შემდგომ უკვე კეთილები. სხვა ჯგუფები არ მომეწონა დიდად. აქ ვიპოვეთ ანჯულას. მისტერ ჭიათურა 2005 და ძალიან პატარა და ძალიან ისეთია. ასევე ტოპეს პატარაობის ფოტო. ანჯულა ვოცეკოვს კეთების ტბას და ნუ მოკლედ საფობედია და ანჯულა ფანთან ერთად როგორც აღმოჩნდა საფობედია ფანია და პატარაობიდანვე გულშემატკივრობს ანჯულას და მისი გულშემატკივრობის წყალობით არის რომ დღეს ეს პროექტი ესე მოიხოდა. უცებ გაჩვენებთ ჰიტას ფოტოს. ჰიტას ფოტოსაც ბარემ. ამ ფოტოში მგონი ჰიტას მართლა 90 IQ აქვს. ასევე კაცების ჯგუფში დასმეტო რამდენიმე პოსტი, მაგრამ მოდი მაგას ახლა აღარ გაჩვენებთ. კიდე რამდენიმე იუთუბერის ფოტოც ამოვდექე. მოკლედ ხალხო, სულ ეს იყო იუთუბერების ბნელი წარსულის ვიდეო. ვეცადე რომ საინტერესო რაც იყო და ყველაზე კარგი რაც იყო, ეგრე თქვენთვის მეჩვენებინა. თუ რამე დამრჩა ისეთი რაც გინდათ რომ გაჩვენოთ, ან კიდე ისურვებდით რომ სხვა ადამიანების წარსულიც გამოვიძიო, აუცილებლად დააკომენტარეთ. მე სერიოზულად მივუდგები ამ საკითხს, მართლა გამოვიძიებ და უკვე ორიგინალში შემოგთავაზებ თქვენ, აღარ დავიდებ Facebook-ზე ან რაიმე სხვა სოციალურ პლატფორმაზე და პირდაპირ YouTube-ზე ჩემს გამომწერებს მივაწვდი ამ სპეციალურ კონტენტს თუ როგორც არის. ეხლა კიდე რავი, თუ გაერთეთ, თუ მოგეწონათ, არ ვიცი ეს ვიდეო როგორი გამოვიდა, რო არ მოგაზღოთ, just დავჯექი და ვილაპარაკე, იმიტომ რომ რაღაცებს გადარეთ აი ამის ნერვები არ მქონდა, დროც არ მქონდა მაგისი. იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვიდა, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიყურეთ, თუ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ და გამომიწერეთ ხალხო, იმიტომ რომ 1500 გამომწერზე რამენერად ავიდეთ, ანუ რა გახდა. ხო, ეხლა კიდე დაგემშვიდობებით, ნახვამდის და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.